მიმდინარე წლის განმავლობაში აჭარაში ძუძუს კიბოს 716 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული რეგიონში მცხოვრებ ქალებში. ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პროცენტულად ძუძუს კიბო პირველ ადგილზე დგას. ავადობის სტატისტიკა მზარდია. როგორია დაავადების სტატისტიკა მსოფლიოს მასშტაბით და რა პროგრამები ხორციელდება საქართველოში ძუძუს კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის? თინა თინჭკუასელი მოგითხრობთ. ოქტომბერი მკერდის სიმსივნესთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით 2013 წელს აჭარაში 3480 სიმსივნით დაავადებული პაციენტია რეგისტრირებული. პაციენტების 22% სარძევე ჯირკვლის სიმსივნითაა დაავადებული. ონკოლოგების განცხადებით აღნიშნული დაავადების სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. მემედ ჯინჭარაძის თქმით, ძუძუს კიბოთი ავადობის პრევენცია შეუძლებელია, ამიტომაც საჭიროა მისი დროული გამოვლენა. ძუძუს კიბოთი ავადობის მატება შეიმჩნევა ბოლო წლებში განსაკუთრებულ განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკა, კანადაში, ასევე ევროპის ქვეყნებში. ეს მიზეზი ამის შეიძლება იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ ემანსიპირებული ქალი, თანამედროვე ქალი, ეს შედის რისკის ჯგუფში. ძუძუს კიბოს მკურნალობაში წარმატების მისაღწევად საჭიროა მისი ადრეული ფორმების გამოვლინება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სტატისტიკის ზრდას ამ კუთხით სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობით ხსნიან. უწყება კიბოსა და კიბოსწინა დაავადების საწინააღმდეგო პროგრამას აჭარის მაღალმთიანეთში ახორციელებს, რომლის მიხედვითაც 1600 ბენეფიციარის გამოკვლევაა დაგეგმილი. სტატისტიკის მატება ერთი მხრივ გამოიწვია სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ სახელმწიფო თუ ადგილობრივი პროგრამების ფარგლებში. მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ღონისძიება, ეს გახლავთ კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში, კერძოდ ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 1200-ზე მეტმა პაციენტმა ისარხებლა სამედიცინო მომსახურებით. პროგრამის ფარგლებში გამოვლენილია სხვადასხვა დიაგნოზები, მაგრამ ისევ ლიდერობს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები. საქართველოში აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ფედერალური პროგრამა 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის მამოგრაფიასა და კონსულტაციებს ითვალისწინებს. ქალაქ ბათუმში მცხოვრები ქალბატონებისათვის ასევე მოქმედებს მერიის სპეციალური პროგრამა, რომელიც სარძევე ჯირკვლის ონკომარკერებით კვლევას ითვალისწინებს. 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებს საშუალებას უფინანსებს სახელმწიფოს სკრინინგ პროგრამა, მამოლოგიის კონსულტაციას, მამოგრაფიას და საჭიროების შემთხვევაში ასევე ეხოსკოპიურ კვლევას. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მოგმართავს ძალიან ბევრი მოქალაქე, საუბარი მაქვს ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე და ითხოვენ ისინი, რომ აი ჩართონ ამ პროგრამაში, ისარგებლონ 35-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ და ამ გათვალისწინებით უკვე 2015 წლისათვის ჩვენს მიერ შეტანილი არის დამატებითი ღონისძიების სახით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში სიმსივნით 11 მილიონი ახალი შემთხვევის დიაგნოსტირება ხდება. საშუალოდ ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის 502.000 ძუძუს კიბოს დიაგნოზით.